გარდაბანში ავარიას 17-დან 20 წლამდე ასაკის 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა, გარდაცვლილებს შორის არიან ძმებიც. სუბუქი მანქანა, რომელშიც 8 პირი იმყოფებოდა, ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ ღობეს. ავტომობილს ცეცხლი გაუჭდა. 7 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ავტოსაგზაო შემთხვევისას გადარჩენილ ერთ ახალგაზრდას კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები აქვს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოში ავარიების შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა, 999 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 664 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. ლეტალური შემთხვევების უმეტესობა სიჩქარის გადაჭარბებას, მოხვევის მანევრს, შემხედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას ან გასწრების წესების დარღვევას უკავშირდება. ამერიკა და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ინფორმაციას ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლი ავრცელებს. პრეზიდენტებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად. ვაშინგტონის ცნობით, სი ძინპინმა გამოთქვა ინტერესი მეტი ამერიკული ნავთობის შესყიდვის მიმართ. ლატვიის პრემიერ-მინისტრი მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგა. პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ ევიკა სილინას განცხადება უკვე მიიღო, ხოლო ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები პარასკევს გაიმართება.